ახალციხის თემის გაერთიანების 12-ვე ბაგაბაღში სასწავლო პროცესი 25 იანვრამდე გადაიდო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით შენობებისა და ინვენტარის დაქლორვა მიმდინარეობს. ინვენტარიდან კანცელარიო ნივთებიდან დაწყებული აბსოლუტურად მთლიან შენობის დეზინფიცირებას ვახდენთ. შაბათ-კვირას განიავება მოხდება, ორშაბათს 25 იანვარს თემის გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღში განახლდება სწავლა და მომზადებულები შევხვდებით. მუნიციპალიტეტის მსგავსად ვირუსების სეზონს მომზადებული ხვდებიან ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაღებშიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, მათთან კონტროლი გამკაცრდა. ბაღში მისულ ბავშვს ექთანი ამოწმებს, გრიპის რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში უკან აბრუნებენ. ექთანი ამოწმებს, შემოვლა ხდება ორჯერ სამჯერ და რომელიმე ბავშვს ან ბავშვთა თანამშრომელს თუ რაღაც აღენიშნება კლინიკა ერთადერთი სავარაუდოდ სურდო ცხვირიდან გამონადენი, მაშინ მშობელთან კონტაქტი და უშვებთ სახლში. და მშობლები გაფრთხილებულები არიან, რომ ესეთი ბავშვი არ მოიყვანონ ბაღში. დღეს ახლა რამდენიმე უკან გააბრუნეს. გრიპის რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში საბავშვო ბაღების მსგავსად მოსწავლეს არ უშვებენ სკოლაშიც. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ავადობის გამო სკოლას მოსწავლეთა მცირე ნაწილი აცდენს. ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში დირექტორის თქმით, სასწავლო პროცესს 40-მდე ბავშვი არ ესწრება. 623 ბავშვი 140 ბავშვი დღეს არ მოვლენ სკოლაში. ჯერ არავინ არ იცის ეს ვირუსია, თუ უბრალო გრიპია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ რეგიონში H1N1-ის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ეპიდემიოლოგის თქმით, არც ვირუსული ინფექციების მატება შეინიშნება. სპეციალისტები გრიპის შემთხვევების რაოდენობის ზრდას თებერვლის თვეში ელიან. გრიპის მაგვარი დაავადებებიც რამდენადაც უკვე ჩვენ რეგიონის მასშტაბს ვიცნობთ, არ არის მომატებული. შეიძლება ამბულატორიული მიმართვიანობა მეტი იყოს, მაგრამ როგორც ესეთი, რომ უკვე ჰოსპიტალიზაცია, რომელსაც ჩვენ შევიტყობთ, იმდენი არ არის, რამდენიც მაგალითად გასულ წლებთან შედარებით, უფრო ნაკლებია წელს. მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების პირველი ნიშნებია. სპეციალისტები ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს პირადი ჰიგიენის დაცვას ურჩევენ. გრიპი განსაკუთრებით საშიშია რისკ ჯგუფებში, ორსულებში, მოხუცებში, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მატარებლებში.